ქართულ ფეხბურთს ისტორიული მნიშვნელობის ორი დღე აქვს. ახლო წარსულიდან დღე, როდესაც ბერძნებს მოუგეთ და ევროზე მოვხვდით, და დღე, რომელიც სანაკრებო წარმატებამდე მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა ჩვენი ფეხბურთის მთავარ სიამაყედ. ანუ 1991 წლის 13 მაისი. ხო და დღეს აი ამ ძალიან დიდი ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილეა. იმ ლეგენდარულ სეზონში დინამო თბილისმა ევრო ტურნირზე სულ 9 მატჩი გამართა. აქედან 6 მოიგო, 1 ფრე დაასრულა, ხოლო 2-ში დავმარცხდით. პირველ ეტაპზე ბერძნულ კასტორიას გავხსნით. შემდეგ ირლანდიურ უოტერფორდს, რასაც მოყვა ლეგენდარული მატჩი ლონდონში ვესტჰემთან 4-1 გამარჯვება აპტონ პარკზე. ნახევარფინალში კი დინამოს ფეინორდი ერგო. ვისაც მაგ თამაშების ჩანაწერები არ გინახავთ, აუცილებლად გირჩევთ, რომ გამოასწოროთ ეგ ამბავი. საშინაო შეხვედრაში 3-0 გავიმარჯვეთ, გასვლაზე კი ურთულესი ბრძოლა გადავიტანეთ როტერდამში, სადაც 3-ჯერ გაგვიუქმეს გატანილი გოლები, მაგრამ ფინალის აგზური მაინც ვერ მოვიპოვეთ. შედეგად 2-1 გამარჯვება იენის კალცაესის წინააღმდეგ და დინამო თბილისმა ევრო თასი მოიგო. დღევანდელი საკლუბო რეალობიდან გამომდინარე, ის რაც 45 წლის წინ მოხდა, ფანტასტიკის სფეროა. ქართული კლუბის ასეთი წარმატება ევროსარბიელზე, მაგრამ წარმოუდგენელი გვეგონა ეგ ყველაფერი სანაკრებო დონეზე წლების მანძილზე. თუმცა კი გავედით ევროზე და პორტუგალიას კარგად ამოვაყირავეთ თავისი კრეშტიანოთი. ასე რომ, კაცმა არ იცის სად და რა მომენტში შეიცვლება სიტუაცია საჩვენოდ. ერთი სიტყვით, გილოცავთ ამ ისტორიული გამარჯვების იუბილეს. შეძლებს დაგვარად ვიაროთ ქართული კლუბების თამაშებზე სტადიონზე. გავამხნევოთ უგულშემატკივროთ, ჯეროდეს გამარჯვებების და გვიყვარდეს ფეხბურთი.